ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ახლოს ვერ ვკითხულობთ ხოლმე და შორს გვიჭირავს რაღაცეები, მე უფრო შორს და მე ძალიან მოჭუტო თვალები, რომ წაიკითხო. 40 წლის მერე მოკლედ ეგ ჩვეულებრივი ამბავია, თითქმის ყველა ადამიანს ემართება და არ არსებობს ადამიანი, რომელიც მაგას გადაურჩება. ამას ეძახიან პრესბიოპიას. პრესბიოპია ვითარდება ნელ-ნელა, რომ ადამიანს უჭირს ახლო მანძილზე კითხვა და უფრო შორს იჭერს ტელეფონს ან წიგნს ან რამე. და თან მე ტელეფონზე დაკვირვებული ხართ ალბათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ტექსტის ზომას უმატებ და უმატებ, იმიტომ რომ ვერ ხედავ კარგად წვრილ ტექსტს და ეს პრესბიოპია გარდაუვალია ხდება იმის გამო, რომ ჩვენ თვალში ლინზა, რომელიც თვალში გვაქვს ლინზა, ბროლი, რომელიც აკომოდაციას განიცდის, აკომოდაცია არის დაახლოებით ის, რაც კამერაზე გინახიათ ლინზა წინ უკან რო დადის აქეთ-იქით, ფოკუსს ასწორებს. ესე დადის ჩვენი ბროლი, ფორმას იცვლის. ამას ქვია აკომოდაცია და ამის უნარს კარგავს, იმიტომ რომ კარგავს ელასტიურობას ბროლი დროთა განმავლობაში და ამის გამო ვითარდება პრესბიოპია. უფრო მეტად ადვილად ვითარდება იმ ადამიანებში და ადრე ვითარდება, ვისაც აქვს შორს მხედველებში უფრო ადვილად ვითარდება. და უჭირს ადამიანებს მოკლედ სათვალის გარეშე და ამიტომ ახონმე რომ საკითხავი სათვალე მინდა. ადამიანებს ვისაც ანტიდეპრესანტებს ვავენ, მათში უფრო უარესადაა დეპრესია, ვისაც აქვთ, ასევე მენოპაუზა აჩქარებს ლინზების გაუხეშებას და ეგეც და მოკლედ ყველას ხვედრია რა, ჯამში ყველა ადამიანს ემართება და აქ გვაქვს ზუსტად სიახლე. ხო, სიახლე გვაქვს წამალში. აქამდე გქონდა მკურნალობა, ან მკურნალობა არის სათვალე, საკითხავი სათვალე, პლუს 0.75-დან პლუს 3-მდე ძირითადად არის ხოლმე სათვალეები, რომელიც ახლოს სამუშაოებისთვის იყენებენ ადამიანები და რაც უფრო მაღალი პლუსია, მით უფრო კარგად ხედავს ადამიანი, ეგ არის ხოლმე. ასე არჩევენ სათვალეს უხეშად. მაგრამ ახლა გვაქვს ახალი მედიკამენტი, რომელიც მოლეკულის დასახელება არის აცეკლიდინის, ის არის ხსნარია, მოკლედ 1.4%-იანი, დასახელება ბრენდული არის ვიზი და სულ ახლა ხანს ამ თვეში, ივლისში უბრალოდ მიიღო FDA-მ, რაც ძალიან დიდი რამეა. ეხლა რას აკეთებს ეს? ეს წამალი ვერაფერს ვერ უშვება იმ ლინზებს, რომელიც გაუხეშებულია, მაგრამ გუგებს ავიწროებს და გუგების შევიწროების ხარჯზე უკეთესად ფოკუსირდება ეს ახლოდან მომავალი სინათლე. ეგ არის აზრი, რითიც როგორც მოქმედებს და საკმაოდ ეფექტურია, 70%-იანი ეფექტურობა აქვს 10-დან 7 ადამიანს შველის. მოქმედებს, ერთხელ ჩაიწვეთებ დილით და მოქმედებს დაახლოებით 8 საათის განმავლობაში, დაახლოებით 25 წუთში უკვე ადამიანი გრძნობს გაუმჯობესებას, 1-2 საათში უკვე ძალიან კარგად ხედავს და ნიშნულად უმჯობესდება. 3-ით უფრო პატარა შრიფტს კითხულობდნენ ის ადამიანები ახლო ჩარტზე, მაგ წამალს რო იწვეთებდნენ, ვიდრე მის გარეშე. კარგი შედეგია საკმაოდ, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ უნდა სათვალის გამოყენება. გვერდი ეფექტებიდან რამე აქვს თუ არა ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი, არაფერი განსაკუთრებული, ზოგი ადამიანი აეშნავს თვალის სიწითლეს, ზოგი თავის ტკივილს, მაგრამ უმეტესად გარდამავალი სიმპტომებია ესენი და მნიშვნელოვანი არაფერი განსაკუთრებული, სერიოზული თვალის პრობლემა არ უნდა ქონდეს ადამიანს, ან თვალის ანთება არ უნდა ქონდეს, ან ვეიტი რამე ეგეთი პრობლემა, ასევე პატარა გუგები არ უნდა ქონდეს ძალიან, ეგ არის სხვა დიდი შეზღუდვები არ აქვს, მოკლედ სისტემური ეფექტი არ აქვს ამ წამალს, ან გულზე არ მოქმედებს, ტვინზეც დიდად ყოველ შემთხვევაში არ არის ნაჩვენები და რაღაც დადასტურებული რომ რამეს აფუჭებდეს. ჯამში კარგი წამალია რა, საკმაოდ კარგი წამალია და საკმაოდ პოპულარული იქნება სავარაუდოდ.
ხო გამოიყენება როგორც წესი ხანგრძლივად რამე ისეთ ვინაიდან არაფერი განსაკუთრებული არა პრესბიოპია განკურნებით არ იკურნება არ არსებობს მისი განკურნება ბუნებრივად ნებისმიერ ადამიანს დაემართება ზოგს 40 წლიდან ზოგს ცოტა უფრო ადრე და ზოგს ცოტა უფრო გვიან მაგრამ გარდაულად და მაინც ყველას ამიტომ აი ეს მკურნალობა პრინციპში დროულია რაც ახლა არსებობს ხო ახლა ადამიანს აქვს თორმე კითხვები რომ როდის იქნება ხელმისაწვდომი ეს პრეპარატი საქართველოში და ფასი რა იქნება დაახლოებით ფასი იქნება სადაც პირველ ეტაპზე იქნება ფასი დაახლოებით 70-დან $100-მდე თვის დოზა ერთი თვის დოზა რამდენიმე თვეში იქნება რეალურად გაყიდვაში ეს წამალი და სავარაუდოდ თუ მოთხოვნა იქნება საქართველოში შემოვა თუ მოთხოვნა არ იქნება მაშინ არ შემოვა და თუ იქნება სავარაუდოდ შემოიტანენ ხო და ხანგრძლივად შეიძლება თუ არა მიიღება ეგ არის ხოლმე ხო 30000 დღეზე იყო საუბარი რომ კრებითად ყველა პაციენტის მკურნალობის დღეები როცა შეიკრიბა 30000 სამკურნალო დღე გამოვიდა როცა ეს წამალი გამოიყენეს ადამიანმა მოკლედ და არაფერი რამე სერიოზული გვერდითი ეფექტი არ იყო ასე რომ ნავარაუდევია მოკლედ რომ ხანგრძლივად მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ხო ეს არის საკმაოდ დიდი ისტორია ვერ ვიტყვით რომ რაღაცა უნიკალური ან გენიალური წამალია მაგრამ მნიშვნელოვან იმედს აძლევს ადამიანებს განსაკუთრებით იმას ვისაც საშუალო სიმძიმის სუბუქიან საშუალო სიმძიმის პრესბიოპია აქვს და დიდად არ უნდა რომ გამოიყენოს სათვალე ან თუნდაც გამოიყენდეს სათვალეს მაინც უკეთესად დაინახავენ ეს ადამიანები გაიმჯობესებენ მდგომარეობას და შესაბამისად ჯამში კარგი ნაბიჯია მედიცინაში წინ გადადგმული. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, ვისაც გინდათ არხის მხარდაჭერა შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ. აღწერაში ვიდეოს აღწერაში არის ანგარიშის ნომრები, ასევე ვისაც დონაციას პლუს ჩემთან კონტაქტი და კითხვები გინდათ დეტალური ამისთვის მაქვს პატრონზე შეგიძლიათ გამომწეროთ. ვისაც უბრალოდ გინდათ არხის მხარდაჭერა, კომენტარებით, ლაიქებით და ასე შემდეგ, ესეც დიდი საქმეა, უბრალოდ ან დალაიქეთ და კომენტარეთ ან გამოწერეთ არხი, ესეც დაეხმარება არხს გამოწერაში. ყველა თქვენთაგანს დიდი მადლობა, თქვენ მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა და მადლობა რომ გაინტერესებთ.